საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო რისკის ინდექსში 8 პოზიციით ჩამოქვეითდა. ახალ შეფასებას Fitch Ratings-ის შვილობილი კომპანია Fitch Solutions-ი აქვეყნებს. საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში წერია, რომ საქართველოს მსოფლიო მასშტაბით 202 ბაზრიდან მე-80 ადგილზეა სავაჭრო და საინვესტიციო რისკების მიხედვით. Fitch Solutions-ის შეფასებით, ინვესტიციებზე, ვაჭრობასა და ფინანსურ დახმარებაზე საქართველოს ევროკავშირს შორის დაძაბულობა უღრყოფითად აისახება, რომელიც როგორც ანგარიში აღნიშნული, ბრიუსელის მიერ 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმურობის არაღიარებას მოყვა. ანგარიშის თანახმად, მსხვილ ევროპულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შესაძლოა ხელი შეუშალოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებამ სანქციების რისკის პირობებში. შესაბამისად, ორგანიზაცია ელის, რომ საქართველოში ახალი პირდაპირ უცხოური ინვესტიციები დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება, ასევე არსებობს კაპიტალის გადინების რისკიც. არსებობს შესაძლებლობა, რომ ევროკავშირმა სანქციები დააწესოს დემოკრატიული ღირებულებების შელახვასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო. უცხოელი ინვესტორები განსაკუთრებით ევროკავშირისა და სხვა დასავლური ბაზრებიდან სავარაუდოდ საქართველოს მიმართ სიფრთხილეს გამოიჩენენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრიუსელსა და თბილისს შორის დაძაბულობა კვლავ მკვეთრი რჩება. ევროინტეგრაციის და გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლება სავარაუდოდ 2028-2029 წლებში არ მოხდება, რაც ბიზნეს და ინვესტიციებს ხელს შეუშლის. ეკონომიკის რისკები მთლიანად პოლიტიკური ფაქტორებით არის განპირობებული, რადგან მთავრობა ქართული ოცნების ხელმძღვანელობით რუსეთს უახლოვდება და შესაბამისად ქვეყანას ევროპის მხრიდან სანქციების რისკის წინაშე აყენებს. ეს მორიგი ჩანაწერია Fitch Solutions-ის ანგარიშიდან. ორგანიზაცია წერს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის შორეულ პერსპექტივად რჩება, მათ შორის რუსეთსა და ევროკავშირს შორის საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ბალანსის გათვალისწინებით. ძირითადი დაღმავალი რისკები გამომდინარეობს ქართული ოცნების მთავრობასა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის მზარდი დაძაბულობიდან, რაც გამოწვეულია ქვეყნის სულ უფრო პრორუსული საგარეო პოლიტიკური პოზიციით. პოლიტიკური გარემო კვლავ პოლარიზებულია, რადგან მმართველი ქართული ოცნების პარტია, როგორც ჩანს, სულ უფრო სკეპტიკურად უყურებს ქვეყანაში დასავლურ გავლენას, მაშინ როდესაც მოსახლეობა ძირითადად ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებს ემხრობა. ფიქრობთ, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ერიდებიან ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც ეკონომიკას დააზიანებს, რათა თავიდან აიცილონ საზოგადოებრივი აზრის გაუცხოება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს დაახლოება მის გეოპოლიტიკურ მეტოქეებთან, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი. საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ასეთი შეფასებები ინვესტორებისთვის წითელი დროშის სიგნალს ნიშნავს. ასე აფასებს ანალიტიკური ორგანიზაცია GeoCase-ის მრჩეველი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე Fitch Solutions-ის ანგარიშს. ნიკოლოზ ალავიძე ამბობს, რომ ამ ანგარიში კიდევ უფრო დეტალურად და მკაფიოდაა შეფასებული საქართველოში არსებული პრობლემური ვითარება. მისი თქმით, შექმნილი ვითარება ქვეყანაში პასუხისმგებლიანი ინვესტორების შემოსვლას ხელს არ უწყობს. პირდაპირ არის მითითებული, რომ სახელმწიფო პოლიტიკურად უფრო უახლოვდება რუსეთს და შორდება დასავლეთს და პირდაპირ ამაზეა მითითებული, რომ თუ მოხდება დამატებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონარიდები კიდევ, დამატებითი სანქციების პაკეტის დამატება ქვეყანაზე, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ქვეყანა გარკვეულწილად სანქციების ქვეშ არის, ახალი ინვესტორებისთვის ეს არის უკვე ძალიან მძიმე დამაფიქრებელი სიგნალი. ისეთი კომპანიებისთვის, ვისთვისაც თანამედროვე ღირებულებები, კორპორატიული პასუხისმგებლიანი ბიზნესის კეთება და ასე შემდეგ მნიშვნელოვანია, მათთვის ეს უკვე საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი წითელი დროშის სიგნალს ნიშნავს, იმიტომ რომ კონკრეტულად არის მითითებული საფუძველი და სიღრმე ამ პრობლემების, ეს დასკვნები და ეს მოლოდინი ახალი ჯანსაღი ჭკვიანი ინვესტიციების შემოდინებას ხელს ნამდვილად შეუშლის. ჩვენ მხარეს კიდევ დაჭირდება 20-ჯერ და 100-ჯერ უფრო გაასმაგოს და უფრო მეტად კომპეტენტური მიდგომებით მიუდგეს ინვესტორებთან ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობას და დაარწმუნოს ყველა პოტენციური ინვესტორი, რომ ამ დასკვნებში და ავტორიტეტულ დასკვნებში მოყვანილი ინფორმაცია გამოსწორებადია. თავად საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო Fitch Ratings-მა გასული თვის ბოლოს საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა ნეგატიურზე შეუნარჩუნა. განახლებულ შეფასებაში ორგანიზაცია ერთ-ერთ მთავარ რისკ ფაქტორად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებდა.
ანალიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში ვითარების უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში უკვე შემდეგ შეფასებაში Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი გააუარესოს. ფაქტები უკვე აჩვენებს, რომ უცხოელი ინვესტორები არ არიან დადებითად განწყობილი. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემომავალი უცხოური ინვესტიციები ყველაზე დაბალი იყო 2010 წლის შემდეგ, თუ გამორიცხავთ COVID-ის 2 წლის განმავლობაში შემოსულ ინვესტიციებს და იქაც არ არის დიდი განსხვავება. ეს უკვე პირდაპირი მაჩვენებელია. ამას გარდა სახეზეა უკვე ხელისუფლების, დე-ფაქტო ხელისუფლების სიძნელეები გადასახადების შეგროვებაში და ასევე აშკარად მწიფდება ბუშტები უძრავ ქონებაში და საკრედიტო სექტორში. შემდეგი ნაბიჯი ბუნებრივად გაუარესება იქნება რეიტინგის. ეს მალე გახდება ცხადი და მალე მიხვდებიან, რომ აგვიანებენ ქმედებას. Fitch Solutions-ის ანგარიში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს დაფიქსირებული 9.7%-იანი ზრდის შემდეგ 2025 წელს სავარაუდოდ 5.9%-ით გაიზრდება. ორგანიზაცია ასევე ხედავს რისკს, რომ საქართველოს ეკონომიკაზე შესაძლოა ნეგატიური გავლენა ჰქონდეს რუსი მიგრანტებისა და მათი კაპიტალის მასშტაბურ გადინებას. გალტენთაგარტის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ მათი პროგნოზით ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები წლის ბოლოს 4.9 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. მაისში წლეურად რეზერვების შემცირებას გალტენთაგარტის ეკონომისტი მთავრობის სავალო ვალდებულებების დაფარვას უკავშირებს. ჩვენ ხედავთ, რომ მარტიდან, როდესაც ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სავალუტო ბაზარზე დოლარის შესყიდვა და რეზერვების შესავსებად, აპრილში იყო 266 მილიონი, მაისის მონაცემი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ მაისიც სავარაუდოდ საკმაოდ მაღალი იქნებოდა. დაახლოებით იგივე დონის შესაძლოა იყოს, რაც აპრილში იყო, მაგრამ რეზერვებში ეს ზრდა არ გამოჩნდა, ხო? რეზერვები მხოლოდ 66.7 მილიონით გაიზარდა. მაშინ სად წავიდა ეს, ხო? როდესაც იყიდა ეროვნულ ბანკმა, ეს ამის ახსნა არის ის, რომ მთავრობამ თავისი ვალდებულებები გაისტუმრა და შესაბამისად ამის გამო იყო შემცირებული ეს. თუმცა წლის ბოლომდე ჩვენ ვფიქრობთ, რომ დოლარის გლობალური დასუსტების პირობებში ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა გააგრძელოს აი ამ რეზერვების შესყიდვა, სავარაუდოდ ამას დღესაც აგრძელებს და მოსალოდნელი არის, რომ დაუახლოვდეს 5 მილიარდს დაუახლოვდეს წლის ბოლოსკენ, თუ ასე ვთქვათ სიტუაცია სხვაგვარად არ შეიცვალა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით 2025 წლის მაისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლეურად 0.3%-ით შემცირდა და 4.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან მაისში წინა თვესთან შედარებით რეზერვები 1.9%-ით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს 2025 წლის მაისის მდგომარეობით სახელმწიფო ვალი სამსახური ანგარიშის მიხედვით საქართველოს მთლიანი საგარეო სახელმწიფო ვალი 8.9 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 250 მილიონი დოლარით მეტია. ვალის ნაშთის ზრდის მთავარი ფაქტორი კურსის ცვლილებასთან არის დაკავშირებული. საქართველოს საგარეო ვალის 2/3-ზე მეტი ევროშია დაფიქსირებული, თუმცა სტატისტიკის წარმოება ხდება ამერიკულ დოლარებში. ბოლო სამთვეში კი დოლარის ევროსთან მკვეთრი გაუფასურების ტენდენცია ნარჩუნდება, რის გამოც დოლარში გამოსახული ვალის ნაშთი გაიზარდა. თუმცა მიმდინარე წლის თებერვალში 1 ევრო 1.5 დოლარი ღირდა. ამჟამად 1 ევროს ღირებულება 1.14 დოლარს შეადგენს. შესაბამისად ეს საკურსო სხვაობა საქართველოს ვალის ნაშთის გადაანგარიშებაზეც აისახა და მისი მოცულობა გაზარდა. რაც შეეხება იმას, თუ რომელი ქვეყნის თუ ორგანიზაციის მიმართ მართებს სახელმწიფოს ყველაზე დიდი მოცულობის ვალი, ამ სიაში პირველ ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი, რომლის მიმართ ვალი 2.27 მილიარდ დოლარს აღემატება. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ADB წარმოადგენს უმსხვილეს დონორს საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რომლისთვისაც სახელმწიფოს მსხვილი საგარეო კრედიტები აქვს მოზიდული. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი 2.17 მილიარდი დოლარის ვალით, მესამეზე კი ევროპის საინვესტიციო ბანკი 1.1 მილიარდი დოლარით. საპენსიო ფონდის განახლებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც მაისის მდგომარეობით მონაცემებს მოიცავს, საპენსიო სქემაში 1.451.379 ადამიანია ჩართული და ფონდის მთლიანი ზომა 6.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. არსებული მდგომარეობით მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების 99%, ანუ 6.8 მილიარდი ლარი დაბალ რისკიან საინვესტიციო პორტფელშია განთავსებული. აღნიშნული პორტფელის 91.6% ქართული ლარის საინვესტიციო
საინვესტიციო აქტივებში შეინვესტირებული. 18.4% ანუ 1.26 მილიარდი ლარი კი უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული. საპენსიო ფონდი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორს საქართველოს ობლიგაციების ბაზარზე. ორგანიზაცია თანხებს ათავსებს როგორც კორპორაციულ, ასევე საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციებში, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ ლარის ობლიგაციებში. უკანასკნელი ობლიგაცია, რომელიც საპენსიო სააგენტომ შეიძინა მიკრობანკ MBC-ის მიერ 2025 წლის მაისში გამოშვებული ფასიანი ქაღალდი იყო. საპენსიო ფონდმა 21 მილიონიანი განთავსებიდან 4 მილიონი ლარის ობლიგაციები იყიდა. საქართველოს საპენსიო ფონდი შემდეგ სახელმწიფო და კორპორაციულ ობლიგაციებს ფლობს. საქართველოს სახაზინო ობლიგაციები ლარში 1.1 მილიარდი ლარი. EBRD 150 მილიონი ლარი, დაფარვის თარიღი 2029 წლის ოქტომბერი. ASH სახაზინო ობლიგაციები 36.70 მილიონი დოლარი, 4.32% დაფარვის თარიღი 2025 წლის ივლის-ნოემბერი. საქართველოს სუვერენული ობლიგაცია 9.19 მილიონი დოლარი, 7.58 დაფარვის თარიღი კი 2026 წლის აპრილი. საპენსიო ფონდს თანხა აქვს ინვესტირებული TBC ლიზინგშიც 18.77 მილიონი ლარის ოდენობით, დაფარვის თარიღი 2026 წლის მარტია. ასევე საპენსიო ფონდის თანხა ინვესტირებულია საქართველოს კაპიტალშიც 5.75 მილიონი დოლარი, დაფარვის თარიღი 2028 წლის აგვისტო. Selfie Mobile 13 მილიონი ლარი, დაფარვის თარიღი 2026 წლის დეკემბერი. Nikora Trade 9.2 მილიონი ლარი, დაფარვის თარიღი 2029 წლის ოქტომბერი. სააქციო საზოგადოება Nikora 3.4 მილიონი ლარი, დაფარვის თარიღი 2025 წლის ნოემბერი. სააქციო საზოგადოება TBC Leasing 2.97 მილიონი ლარი, დაფარვის თარიღი 2026 წლის ივნისი. Tegeta Motorshიც არის ინვესტირებული საპენსიო ფონდის თანხები 4.19 მილიონი ლარის ოდენობით, დაფარვის თარიღი 2026 წლის ივლის-აგვისტოა. ასევე მიკრობანკი MBC 3.85 მილიონი ლარი, დაფარვის თარიღი 2027 წლის აპრილია. საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები პორტფელების მიხედვით ასე ნაწილდება: კონსერვატიული, ანუ ნაკლებ რისკიანი საინვესტიციო პორტფელი 1.411.405 მოქალაქე, 6 მილიარდ 780 მილიონი ლარი, ერთ პირზე საშუალოდ 4.727 ლარი. დაბალანსებული, ანუ საშუალო რისკიანი საინვესტიციო პორტფელი. ამ პორტფელში 5.153 მოქალაქეს აქვს განთავსებული საკუთარი საპენსიო დანაზოგი, ჯამში 39 მილიონ 100.000 ლარი, ერთ პირზე საშუალოდ 7.588 ლარი მოდის. დინამიკურ, ანუ მაღალ რისკიან საინვესტიციო პორტფელში კი სულ განთავსებულია 4.821 მოქალაქის 40 მილიონ 100.000 ლარი, ერთ პირზე საშუალოდ 8.318 ლარი. ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 4.727 ლარია. საქართველოში მოქმედი დაგროვებითი საპენსიო კანონმდებლობის თანახმად ყველა დასაქმებული ვალდებულია მისი დასაქმებულები ჩართოს დაგროვებით საპენსიო სისტემაში. დასაქმებულთა ხელფასის 2% სტოლის შენატანის კონტრიბუციის ვალდებულება აქვს დამსაქმებელს, ასევე 2% იხდება დასაქმებულის მიერ, ხოლო 2%-ს სახელმწიფო იღებს საშემოსავლო გადასახადიდან და საპენსიო ფონდში მიმართავს. შესაბამისად, მთლიანობაში ხელფასის 6%-ის ოდენობით თანხა ყოველთვიურად უნდა ერიცხებოდეს საპენსიო ფონდში, რასაც ფონდი თავის მხრივ საინვესტიციო ამონაგების სახით სარგებელს არიცხავს. 10 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილება 0.5 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.73 ლარია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.3 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.11 ლარი გახდა. 1.84 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანკა სტერლინგთან, რომლის ფასი 3.78 ლარი გახდა. ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა კი 6.96 თეთრი შეადგინა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ Expedia Group-ის შვილობილ კომპანია Travelscapes 295,000 ევროს ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა. შესყიდვების სააგენტო საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტებით კომპანიამ საქართველოზე მარკეტინგული კამპანიის ჩატარება უნდა უზრუნველყოს. ხელშეკრულება სხვადასხვა სახის აქტივობას ითვალისწინებს, მათ შორის ვიდეო, ფოტომასალის გამოქვეყნებას, სხვადასხვა სოციალურ ქსელში, მედიაში ბანერების განთავსებას და ასე შემდეგ. კომპანია სარეკლამო კამპანიას 3 ქვეყანაში აწარმოებს: დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და გერმანია. ხელშეკრულება 4 ივნის
გაფორმდა და მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე იქნება ძალაში. ტურიზმის ადმინისტრაციამ British Airways-თან და შვეიცარიულ Edelweiss-თან რამდენიმე 100,000 ლარის ხელშეკრულება წელს უკვე გაფორმა. Lufthansa-ს ჯგუფში შემავალ Edelweiss-თან ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც 118,000 евро უნდა დაიხარჯოს, საიდანაც უშუალოდ ტურიზმის ადმინისტრაციის ხარჯი 100,000 ევროა. ეს თანხა შვეიცარიიდან ტურისტული ნაკადების და ევროპულ ბაზარზე ცნობადობის ზრდას უნდა მოხმარდეს. საქართველოს პოპულარიზაციაში ტურიზმის ადმინისტრაცია 88,500 ფუნტს უხდის British Airways-საც, რომელიც თბილისის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით დაფრინავს. ორივე ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარს წელს დაემატა. ქართული სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია აზიურ ბაზრებზე გადაწყობის პროცესშია. წელს ტურიზმის სექტორში ისრაელის შემდეგ სწორედ ინდოელი, ჩინელი და არაბული ქვეყნებიდან ვიზიტორები დომინირებენ. ბუნებრივია, აზიური ბაზრიდან საქართველოში განსხვავებული სეგმენტის ტურისტი ჩამოდის. თუ ევროპელები ქართული გასტრონომიის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ, პირიქით ხდება აზიელი ტურისტების შემთხვევაში. რესტორატორთა ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ მათ მოთხოვნებს სამასპინძლო დაწესებულებები ვერ აკმაყოფილებენ, რადგან აზიელ ტურისტებს ქართული გასტრონომია არ მოსწონთ. ის რაც მაგალითად დღესდღეობით ინდოეთიდან, ჩინეთიდან თუ არაბეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტისთვის არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, სამწუხაროდ ამისთვის სფერო მზად არ არის. ეს არის გასტრონომია. ნახეთ, ჩვენი კულტურა არის ღვინო, ჩვენი კულტურა არის კვების ის რაციონი, რაც აუთენტური არის ქართველებისთვის, რომელზედაც გარკვეულწილად ამ ტურისტების მინიმუმ გემოვნება არ შეესაბამება ჩვენს მიწოდების შესაძლებლობას. აზიური ბაზრებიდან ტურისტების ნაკადი რაოდენობრივად დიდი არ არის, თუმცა წლიურ ჭრილში პირველ კვარტალში 40%-ზე მეტად არის გაზრდილი ტურისტების ნაკადი ჩინეთიდან, ინდოეთიდან კი ზრდა 28%-ია. რესტორატორთა ნაწილი ამბობს, რომ აზიელი ვიზიტორები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ევროპელებისგან. მერიკო გუბელაძის შეფასებით ტურისტების ეს სეგმენტი ნაკლებად ინტერესდება ადგილობრივი სამზარეულოთი და ნაკლებსაც ხარჯავს. არ აქვს ინფორმაცია ქვეყანაზე, თითქოს მართლა ვიღაცამ ძალით ჩამოვიყვანა აქ და რაღაც პერიოდი უნდა გაძლონ და მე დაბრუნდნენ უკან თავიანთ ქვეყანაში. არ არის მხარჯობუნარიანი ეს სტუმარი სამწუხაროდ და დიდად არ შეიმჩნევა, რა განსხვავებასაც მე კიდევ ხედავ, არ არის დაინტერესებული აქაური კულტურით, სამზარეულოთი. ეს არის ყველაზე დიდი ცვლილება და განსხვავება ევროპელ სტუმარსა და აზიელ სტუმარს შორის ჩემთვის. გასტრონომიული ტურიზმის წარმომადგენლების ნაწილი თვლის, რომ ბიზნესი ახალ ბაზრებს უნდა მოერგოს, თუმცა არამც და არამც ქართულ გასტრონომიაში ცვლილებების შეტანით. ჩვენ რა თქმა უნდა ვეცადოთ, რომ მოვერგოთ იმ ბაზრებს, რომლებიც არის ამ შემთხვევაში პოპულარული საქართველოში. არ მგონია, რომ რაიმე ცვლილებები არის საჭირო ჩვენს ქმედებაში, რომ მოვერგოთ აზიელ ტურისტს, ვინაიდან ტურისტი ჩამოსული საქართველოში ეძებს ადგილობრივ გემოს. შეიძლება აზიელისთვის რაღაცა ტიპის პროდუქტი უბრალოდ იყოს მიუღებელი და ის უბრალოდ არ მიირთვას აზიელმა, მაგრამ ცვლილება რაიმე ჩვენი ქცევის წესში ან მენიუში ან თვითონ გასტრონომიაში არ განიხილება, იმიტომ ზუსტად ავთენტურობა არის ის, რაც გამოარჩევს საქართველოს, რაც იზიდავს, ასე ვთქვათ, აზიელებს, ევროპელებს ამერიკელებს. ვალერი ჩეხერია თვლის, რომ ბიზნესმა წინასწარ უნდა იცოდეს, რა სეგმენტის ტურისტების ნაკადს ელოდება ქვეყანა, იმისთვის, რომ კერძო სექტორის სტუმარს სათანადო სერვისით მზად დახვდეს. ორივე მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ არის რაღაცა ბევრი დიდი მინუსი, იმიტომ რომ ის რესტორნებიც მე უკვე თუ არ აყავს ხარისხიანი ტურისტი, აღარ ცდილობს, რომ ზედმეტად დაიხარჯოს, ზედმეტად კარგი სერვისისთვის ტრეინინგები ატაროს, კიდე ფინანსები დახარჯოს, ეს უკვე ჯაჭვური რეაქცია ამ ყველაფრის რა. ამიტომ კიდევ ერთხელ რა პირდაპირი ფრენები არის პირდაპირი ფრენები და სეგმენტურად სწორი გათვლა. მე ამისი ახსნა ქვეყანაში, რომ წელს ველოდებით ამხელა ნაკადებს, წელს ველოდებით ამ ქვეყნებიდან ნაკადებს, რომ ეს ბიზნესით რაღაცნაირად მოემზადოს იმისთვის, რომ ახალი სეგმენტები მიიღოს, ახალი პროდუქტები დაახვედროს და თან რაღაცა პატარა კვლევაც გავაკეთოთ, დაუშვათ ამ სეგმენტს რა ინტერესი შეიძლება ქონდეს ამ ქვეყანაში. აზიური ბაზრებიდან, კონკრეტულად ინდოეთიდან ტურისტები იმ ძირითად ვიზიტორებს შორის არიან, რომლებიც დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობენ. დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ისინი არა სალაშქრო მიმართულებებით ინტერესდებიან, როგორც ევროპელები, არამედ უფრო მოკლევადიან ვიზიტებს და ბუნების ძეგლების მონახულებას არჩევენ.
ვაკვირდებით იმ ზრდის დინამიკას, თუ რომელი ქვეყნიდან უფრო მეტი ვიზიტორი სტუმრობს საქართველოს. მნიშვნელოვანი აზიის ბაზარი იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი რაოდენობით ვიზიტორი შეიძლება ჩამოვიდეს ინდოეთიდან, ასევე ჩინეთიდან. წელს მაგალითად მეორე ადგილზე ინდოეთია, ასევე ბელარუსი, რუსეთი, პოლონეთი, ისრაელი ეს არის ის ქვეყნები, რომელიც ტოპ 5 ქვეყანას წარმოადგენს ვიზიტორთა რაოდენობის თვალსაზრისით. თუმცა ჩვენი მარკეტინგული კამპანიების ფარგლებში ვფიქრობთ, რომ ვიმუშაოთ როგორც ევროპის, ასევე აზიის ბაზრებზე. აზიური ბაზრები ევროპიდან ტურისტული ნაკადების შემცირების ფონზე გააქტიურდა, რასაც ხელი შეუწყო უვიზო მიმოსვლავ და ასევე პირდაპირი ფრენების დანიშვნა. ევროპის ქვეყნებიდან პირველ კვარტალში 13.4%-ით შემცირდა ტურისტების რიცხვი პოლონეთიდან, გერმანიდან კი კლება 7.2%-ია. 2024 წელს საქართველოს 236 მილიონი ლიტრი ღვინო აწარმოა, 119.900.000 ლიტრი კი მოიხმარა. ამის შესახებ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ვებგვერდზე საქართველოს შესახებ სტატისტიკაშია მოცემული. ორგანიზაციის თანახმად, ქვეყანაში ღვინის წარმოება წლიურად 26.6%-ით გაიზარდა, რითაც ქვეყანა მსოფლიოში რიგით მე-16 მწარმოებელია. ამასთან, როგორც გასული წლის ვაზისა და ღვინის სექტორის შეფასების ანგარიშში აღნიშნული, შარშან წარმოება 19.7%-ით აღემატება ქვეყნის 5 წლიან საშუალო მაჩვენებელს. შესაბამისად, გასული წელი საუკუნის დასაწყისიდან რეკორდული იყო ღვინის წარმოების კუთხით. წარმოების ზრდა განპირობებულია ღვინის ძირითად რეგიონებში ამინდის სახარბიელო მდგომარეობით. ოცეულში საქართველოს შემდეგ ხვდებიან ავსტრია, ბრაზილია, საბერძნეთი და მოლდოვა. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, გასული წლის მონაცემებით საქართველოში ვენახები 48,700 ჰექტარზეა გაშენებული, რაც წლიურად 0.4%-იანი ზრდაა. ამაჩვენებლით საქართველოს მსოფლიოში 26 ადგილზეა. რაც შეეხება მოხმარებას, ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, გასულ წელს საქართველოში ამ სასმლის მოხმარება 28.2%-ით გაიზარდა და 119.900.000 ლიტრი შეადგინა, რითაც ქვეყანა 29 ადგილს იკავებს. ამასთან ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს 15+ ასაკის მოსახლეობაში ერთი ადამიანი წლიურად 39.9 ლიტრ ღვინოს სვამს. გლობალურად ღვინის მოხმარების 0.6% საქართველოზე მოდის. ბიზნესმა უნდა იცოდეს, სად მიდის განვითარება, რა სფეროებში გავაკეთოთ ინვესტირება. ეს გაცხადება TSN გრუპის სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარემ ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. გიორგი თავართქელაძის თქმით, რევაზ სოხაძესთან ბიზნესმა ძირითადი კითხვები დამკვეთების მხრიდან არსებულ მოთხოვნებზე დაისვა. მისი თქმით, დღეს არსებული საკონტრაქტო ურთიერთობა დამკვეთსა და ბიზნეს შორის ასევე კონტროლი და მოთხოვნილი პროდუქციის ხარისხი გადასახედია. გიორგი თავართქელაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი პროცესში გრძელვადიანი ხედვა იქნება იმისთვის, რომ ბიზნესმა იცოდეს საითმიტის განვითარება და რაზე გააკეთოს აქცენტი. თავართქელაძე ამბობს, რომ ამისთვის აუცილებელია 10 წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება. ჩვენი როგორც კონტრაქტუალური ურთიერთობა გადასახედია, ჩვენი როგორც ნორმატიული და ტექნოლოგიური კონტროლი და ამ პროდუქციის ხარისხიც გადასახედია. ანუ რასაც ითხოვ, რეალურად იმ პროდუქტს ღებულობ. ჩვენ მზად ვართ, რომ ახალი მოთხოვნები გავიზიაროთ, ახალი ხედვები, მინისტრის ახალი პოლიტიკა და ისიც დავინახეთ, რომ სამინისტროც მზად არის ის რაღაცა შეხების წერტილი არსებობდეს, სადაც მშენებელთა სექტორი და დამკვეთი რაღაც ერთ პარალელზე ივლიან და ერთად განავითარებენ სექტორს. ფიქრობ, არსებული პროექტების ვადებში, ხარისხში გამენერად გაუმჯობესება და ამის დასრულება და სამომავლო ხედვები უკვე. რაც მე ვფიქრობ, 10 წლიანი სტრატეგიის შემუშავების გარეშე ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ ბიზნესმა უნდა იცოდეს, სად მიდის განვითარება, სად ვითარდებით, როგორ ვითარდებით, რა დარგში რა სფეროებში გავაკეთოთ ინვესტირება, რა პროდუქტებზე გავაკეთოთ აქცენტი. ან რეალურად დამკვეთის მოთხოვნა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ჩვენ შევქმნათ მდგრადი, გრძელვადიანი განვითარების საშუალება უკვე კომპანიებმა, იგივე კადრების, იგივე ახალი საწარმოების წარმოქმნით. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ბიზნესთან შეხვედრაზე რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ ტენდერებთან დაკავშირებით სამინისტრო სიახლეებს გეგმავს, რაც მაქსიმალურად გამჭვირვალედ განხორციელდება და ამასთან დაკავშირებით სამშენებლო სექტორი მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას. კითხვაზე თუ რა მიმართულებით არსებობს დღეს სახელმწიფო შესყიდვებში ხარვეზები რა კუთხითაც ბიზნესი ცვლილებებს ითხოვს, TSN გრუპის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი თავართქელაძე პასუხობს, რომ პროექტებში ცვლილებები ხშირია, რაც დადგენილი ვადების გაჭიანურებას იწვევს. შემდეგ კი ეს ბიზნეს
სუბიექტებთან გაფორმებული კონტრაქტები მნიშვნელოვნად განსხვავდება საერთაშორისო კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებებისგან, რაც ადგილობრივ ბიზნესს არაერთი გამოწვევის წინაშე აყენებს. გიორგი თავარდქელაძე ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრთან ამ საკითხებზე იყო მსჯელობა და ორივე მხარე შეთანხმდა, რომ უნდა დადგინდეს სამართლიანი თამაშის წესები. უფრო სწორი დაკვეთა უნდა არსებობდეს, ანუ რატომაც სექტორმა და თავისი პოზიციაც დააფიქსირა, რომ არსებული პროექტების მიმდინარეობა ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა არსებულ რეალობას, ხშირია ცვლილებები, რაც მე ვადაში პრობლემებს იწვევს და ის ღირებულებაშიც მე არაადეკვატური არის. პლუს თვითონ შესყიდვების ნაწილი, რაც ვახსენე, ან კონტრაქტი უშუალოდ ჩვენს და დამკვეთროს არ არის, თქვათ ისეთივე, როგორიც არის სახელმწიფოს და თქვათ საერთაშორისო კომპანიებს შორის, რომლებსაც დონორები აფინანსებენ. თუ საერთაშორისო კომპანიებთან იგივე ინდექსაცია დასაშვებია, იგივე მოცთენის ნაწილი, იგივე მობილიზაცია, იგივე საინჟინრო გადაწყვეტილებებში რაღაც თანხები ანაზღაურებადია, ჩვენ შემთხვევაში ეს თანხები ანაზღაურებადი არ იყო გარკვეულ კონტრაქტებში. აქედან გამომდინარე, ამ დეტალებზე ჩვენ ვისაუბრეთ, რომ იყოს სამართლიანი ურთიერთობა ერთმანეთში. და მინისტრმაც ესაღნიშნა, რომ ამ ურთიერთობით საბოლოო ჯამში ის მოთხოვნები და ის სტანდარტი, რომელსაც ის მოითხოვს, ჩვენც ვალდებულები ვიქნებით, რომ შევასრულოთ. ანუ ეს არის სამართლიანი თამაშის წესები. 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პოლიტიკური შემოწირულობების სახით სულ 5,661,545 ლარი გაიცა. ამ თანხიდან ყველაზე მეტი 4,876,170 ლარი ქართულ ოცნებას შესწირეს, რაც მთლიანი პოლიტიკური დონაციების 86%-ია. სახელმწიფო პარტიისთვის შემოწირულობის განმახორციელებელთა შორის სხვადასხვა ბიზნესებთან დაკავშირებული პირები არიან, რომლებმაც ოცნების საარჩევნო ყოლაბა 60,000 ლარებით შეავსეს. პოლიტიკური შემოწირულობების პორტალის თანახმად 12,000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას კახა კალაძემ, 10,000 ლარი შემოწირულობა განახორციელა ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა თამასაშვილმა. პარტიაში პოლიტიკური შემოწირულობა გააკეთა ქართული ბანკის სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარემ ნატო ხაინდრავამ, რომელმაც მართლ პარტიას 60,000 ლარი გადაურიცხა. ასევე პოლიტიკური შემოწირულობა განახორციელა ქართულ ბანკის დირექტორთა საბჭოს 3 წევრმა, გენერალური დირექტორის მოადგილემ გივი ლებანიძემ 60,000 ლარი გადარიცხა. გენერალური დირექტორის მოადგილემ ზურაბ გოგუამ 55,000 ლარი, ასევე 55,000 ლარი გადარიცხა დირექტორის მოადგილე ბექა კვარაცხელიამ. ასევე 40,000 ლარი შემოწირულობა განახორციელა ქართულ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრმა გოჩა ჩიკვილაძემ. ქართული ოცნების სასარგებლოდ 60,000 ლარი გადარიცხა ალკოჰოლური სასმელების ჯგუფის ბოლეროს დირექტორმა ირაკლი ბექაურმა, PMC კუპერის ყოფილმა დირექტორმა დავით ბალანჩევაძემ ასევე 60,000 ლარი გადარიცხა მართლ პარტიაში. 40,000 ლარი შემოწირულობა განახორციელა კომპანიამ მანგანუმ ლოჯისტიკის დირექტორმა ევგენი ჯიხვაძემ, ასევე 40,000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას მანგანუმით მოვაჭრე კომპანია MN Trading-ის ფინანსურმა დირექტორმა ილია ფრიდონაშვილმა. 20,000 ლარი შემოწირულობა განახორციელა კომპანია Tornado Plus-ის დირექტორმა გიორგი ბებიამ. აღნიშნულ კომპანიაში 40%-იან წელს ალექსანდრე ევანიშვილი ფლობს. ამავე კომპანიის მიერ დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანიის GMT ჯგუფის დირექტორმა გოგი კახიძემ კი ოცნებას 40,000 შესწირა. კომპანია იბეროილის 40%-ის მფლობელმა სიმონ გეგელაშვილმა ასევე ოცნებას 40,000 ლარი გადაურიცხა. ამავე კომპანიის 30%-იანი წილის მფლობელმა გოჩა ჩოკოშვილმა კი 50,000 ლარი. 20,000 ლარი გადარიცხა იბეროილის 20%-იანი წილის მფლობელმა დავით ალიბეგაშვილმა. წელს სულ პოლიტიკური შემოწირულობა 291 პირმა განახორციელა, მათგან ქართულ ოცნებას 151 პირმა შესწირა თანხა. შემოწირულობებით მეორე პოზიციას იკავებს ძლიერი საქართველო ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის, რომელსაც 320,125 ლარი გადაურიცხეს, ხოლო მესამე ადგილზე მყოფმა კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩიდროამ შემოწირულობების სახით 153,127 ლარი მიიღეს. 2025 წლის პირველ ნახევარში პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობები ასე ნაწილდება: პოლიტიკური პარტია გაერთიანება, პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობები, ქართული ოცნება 4,866,170 ლარი, ძლიერ საქართველოს შესწირეს 320,125 ლარი, კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩიდროა, პარტია მიიღო 150,127 ლარი შემოწირულობა, ხალხის ძალამ 140,000 ლარი, ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ 96,720
37 ლარი. გახარია საქართველოსთვის 32166 ლარი. 14100 ლარი შესწირეს საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას. ელენა ხოშტარია დროას 11450 ლარი. სოლიდარობა მშვიდობისთვის 9250 ლარი. ხოლო 8400 ლარი პარტია ანა დოლიძე ხალხისთვის მიიღო. საქართველოში პირველად თბილისის აეროპორტში ბრენდირებული სასტუმრო Ibis Tbilisi Airport გაიხსნა. პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 10 მილიონ ევროს შეადგენს ფრანგი ინვესტორის ჯონ დოდელანდის და კომპანია Fujian Silk Properties ინვესტიციით განხორციელდა. ინვესტიციის ძირითადი წილი ფრანგ ინვესტორ ჯონ დოდელანდს ეკუთვნის პროექტის ფინანსური მხარდაჭერა ნაწილობრივ საქართველოს ბანკმა უზრუნველყო. Ibis Tbilisi Airport-ის სასტუმრო მასშტაბური 39000 მეტრ-კვადრატ კომპლექსის განვითარების პირველ ეტაპს წარმოადგენს, რომლის მიზანია აეროპორტის მიმდებარე ტურისტული სატრანზიტო და ინფრასტრუქტურული სერვისების გაუმჯობესება. პროექტისა და მისი განვითარების გეგმების შესახებ BMG-TV-ის ბიზნესის კვირეულის ეთერში ინვესტორმა ჯონ დოდელანდმა ისაუბრა. 2024 წელს საქართველოდან შტატებში ექსპორტს 304 კომპანია ახორციელებდა. წელს მხოლოდ იანვარ-აპრილის პერიოდში კი 152. BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ძირითადად მზარდია იმ კომპანიების რიცხვი, ვინც შტატებში ექსპორტს ახორციელებდა. საქსტატის მონაცემებით მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში 21 მილიონი დოლარი საქონელი გაყიდა. კერძოდ იანვარ-აპრილში წლების მიხედვით ექსპორტის მაჩვენებელი ასეთი იყო: 2021 წელი 38 მილიონი დოლარი, 2022 88 მილიონი დოლარი, 2023 წელი 18 მილიონი და 2024 34 მილიონი დოლარი. რაც შეეხება 2025 წელს 21 მილიონი დოლარი. ძირითადი საექსპორტო პროდუქცია, რომელიც საქართველოს წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდა, მილების, საფრენი აპარატის ნაწილები, ღვინო, ხილის და ბოსტნეულის წვენები, ასევე ფერადი ლითონებია. საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი იმპორტზეა დამოკიდებული და მედიკამენტების დაახლოებით 80% სხვა ქვეყნებიდან შემოდის. ამის შესახებ BMG-TV-ის ტელეგადაცემა ჯანდაცვის სტანდარტში ენდოკრინოლოგიის ინსტიტუტის ლდანის ფილიალის ხელმძღვანელმა მარინემ გიორგობიანმა ისაუბრა. მისივე თქმით, მართალია მთავარი იმპორტიორები თურქეთი, გერმანია და შვეიცარია, თუმცა წამლები საქართველოში სხვა არაერთი ქვეყნიდან შემოდის. ამასთან მან ჯანდაცვაში წამლის ხარჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედიკამენტების ხარჯის განსაზღვრა და მისი წელივი ხარჯვაში დამოკიდებულია ქვეყანაზე. 4 წლის წინ დაფუძნებული მაგიდის სუფრებისა და საოჯახო ტექსტილის მწარმოებელი ჭითა დედაქალაქის მიღმა რეგიონებში გაფართოებას აპირებს. როგორც კომპანია ჭითას დამფუძნებელი ნინო ჭითანოვა BMG-TV-ის გადაცემაში ქალების ნარატივში საუბრობს, კომპანია გამოფენა გაყიდვებში აქტიურად მონაწილეობს, რამაც მეწარმეს ბიძგი მისცა, რომ რეგიონში გაფართოების ამბიციაც გასჩენოდა. ნინო ჭითანოვამ ჭითა 55 ლარის ინვესტიციით დაიწყო. თავდაპირველად მხოლოდ სამზარეულოს ჩაის ტილოებს კერავდა. შემდეგ კი მოთხოვნის ზრდასთან ერთად ასორტიმენტი გააფართოვა და ახლა უკვე ჩანთებსა და თეთრეულსაც აწარმოებს. მიუხედავად მცირე მასშტაბისა, ჭითას კონკურენტული უპირატესობა როგორც თავად ამბობს დაბალი ფასია. ჩანთების 3 ლარიდან იწყება, ხოლო თეთრეული, რომელიც 100% ბამბისგან არის დამზადებული, 130 ლარი ღირს.